ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის, რომელმაც დაიწყო და ინიციატივა გამოხატა დღევანდელი არსებული ვითარების დასაფიქსირებლად და ამ ვითარებიდან გამომდინარე პერსპექტივების, რეალური პერსპექტივების არსებობის შესახებ ხალხის და საზოგადოების აზრის შეჯერება და გადაწყვეტილების მიღება თუ რითი და როგორ უნდა მოხერხდეს ამ სერიოზული პრობლემების აღმოფხვრა, მაგრამ ჩვენი პირველი კონფერენციის შედეგად, როდესაც დაახლოებით თბილისში 150-ზე მეტი საზოგადოების წარმომადგენელი, თვალსაჩინო წარმომადგენელი მოიწვიეთ, აბსოლუტურად ყველამ ცალსახად დაადგინა კი არა და დაამოწმა, რომ სათავე არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი ეს მისი ვირტუალური კაპრიზების შედეგია. ჩვენ ისტორიაში არ ყოლია ისეთი პიროვნება, რომელსაც ასეთი ნეგატიური, ასე ვთქვათ, დახასიათება ჰქონია საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე უცილებელი დადგა მისი გადადგომის მოთხოვნა. ეს პროცესი შეიძლება ჩვენი კონსტიტუციის შედეგად შეუძლებელი იყოს, ან ძალიან გრძელვადიანი და რთული პროცესი იყოს, მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ მისი ერთსულოვნებით, მისი დამოკიდებულებით ამ საკითხთან გამოავლინოს ეს როგორც ოფიციალური დოკუმენტი და ხელი მოაწეროს ამ ქაღალდზე, მისი გადადგომის მოთხოვნა. ეს არის დამერწმუნდეთ მორალური ბერკეტი, მორალური, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა იმისა, რომ თემა მსოფლიო საზოგადოებამ დაინახოს რა ხასიათი აქვს ქვეყანას თავისი პრეზიდენტის მიმართ, თავისი თავარსარდლის მიმართ. არ შეიძლება ასეთ ქვეყანას, ასეთ ერს, ასეთ ხალხს ავდეს ასეთი პრეზიდენტი და ასეთი თავარსარდალი. აქედან გამომდინარეობს ჩვენი აქტივობას. დღეს ჩვენ ვიყოფებით თქვენთან სამტრედიაში, თუმცა დაიწყეთ დასავლეთის მიმართულებით აქციების გამართვა გუშინ დღიდან. გუშინ ჩვენ თბილისში ნიშანდობრივად თავისუფლების მოედანზე, უბრალოდ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აღმაშენებლის ძეგლი იდგა, იქიდან დავიწყეთ ჩვენი სვაგეზი და ჩავედით ქუთაისში. იმ მემორიალთან, სადაც დიდების მემორიალი იდგა და დაანგრიეს, კი არ დაანგრიეს, აფეთქეს და ამ აფეთქებით კიდევ მსხვერპლი გამოიწვიეს. და ამ სისხლიან ადგილზე ეხლა 400 მილიონი დახარჯეს და პარლამენტი ააშენეს, რომელსაც კიდევ 60 მილიონი ჭირდება, რომ ფუნქციონირება ნორმალურად შეეძლოს. არ მოგინდა ამხელა სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა, რა ქვია მას? არამიზნობრივი ხარჯვა, ამას ქვია ხალხის ფულის მიტაცება. ამას ქვია, არ ვიცი, სხვა სახელი არ შეიძლება ამას დაერქვას. და ამასთან ერთად უყურეთ რამხელა ვანდალიზმია. პარალელურად იქ თბილისში პარლამენტის შენობა იგროვა, სამტვერდება, რომ იქ არ შეეძლოს არავის მერე იქ შესვლა და ასე ვთქვათ პარლამენტის ხელოვნების განხორციელება. ნუ ეს არის ხალხის მიმართ ბოროტების განხორციელება. ძალიან ბევრ სფეროში, ბატონებო და ქალბატონებო, მეწმინეთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ახლა ჩვენ რასაც აქციებს ვახორციელებთ, გოსმის აი ეს დახასიათებები და ეს სიტუაციების გაანალიზება. ნუ აღარ არის საზღვარი ამ ბოროტების, აღარ არის საზღვარი. ეს 9 წელიწადი მიმდინარეობდა სრული დეგრადაცია ქართული ერის, ქართული კულტურის, ქართული გენის, ყველა მიმართულებით, ქართული კინო, თეატრი, მუსიკა, ყველაფერი გადაიქცა რაღაცა შოუების და რაღაც ესე ვთქვათ ვაქხანალიების ხასიათად. ირღვევა ესე ვთქვათ ირღვეოდა საგანმანათლებლო პროცესი. სკოლებში შეიყვანეს რაღაცა სასწავლული ინსტიტუტი, რომელიც ვერეოდა სამეცნიერო და სასწავლო პროცესებში
რაღაცა სასწაული ვითარება იყო, ქალბატონებო და დღეს ჩვენ ღმერთის წყალობით ჩვენი ერთსულოვნებით ისევ და ისევ 1 ოქტომბერს მივიღეთ იმის შედეგი, რომ ჩვენი მამული დავუბრუნდეთ. ჩვენი თავისუფლების მზე განადგა. თუ შეიძლება ასე ითქვას და ჩვენ არ უნდა მოვიწყოთ, არ უნდა ჩავიმუხლოთ იმისათვის, რომ შეიძლებოდეს და ვიღაცას ეძლეოდეს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი ისევ წაგვართვათ. და ისევ დაგვაბრუნონ იმ ეპოქაში, რომელშიც იყო შიში, რომელშიც იყო გაუტანრობა, ტელეფონზე საუბრის გეშინოდა, გაცინებულ ადამიანს ვერ დაინახავდი ქუჩაში. ამას მე დავეშვა წერტილი და ამის წერტილის დასმა არის აი ეს. ხელმოწერების შეგროვება, რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა და რაც შეიძლება მეტი ერთსულოვნება ხალხო. უნდა დავუდგეთ ჩვენ ერთმანეთს გვერდში. არ შეიძლება ვიდგეთ და ველოდოთ ერთ კაცს, როდის მოაგვარებს ყველაფერს. ესეთი რამე არ უნდა იყოს საქართველოში. ჩვენი ყველამ რისი შესაძლებლობაც გვაქვს, ყველამ უნდა დავდოთ ჩვენს საქართველოს საკითხულზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი სამტრედიის ორგანიზაციას. დღეს ვაცხადებ ოფიციალურად ჩვენი ესე ვთქვათ სამტრედიის რაიონული ოფისის გახსნის შესახებ და სულ ახლო მომავალში ჩვენ როდესაც ახლა დაგეგმილი გვაქვს მთელი დასავლეთ საქართველოს შემოვლა ერთი კვირის მანძილზე. როგორც კი ჩავალ თბილისში, ძალიან დიდ კონფერენციას მოვიწვევთ და ამ კონფერენციაზე განცხადდება ჩვენ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. ყველა თქვენთაგანის სურვილის შემთხვევაში თქვენ იქნებით ჩვენი ორგანიზაციის წევრები და ყველას გექნებათ ხმა იმისა, რომ თქვენი ხმა გაჟღერდეს როგორც ერის ხმა. ახლა ჩვენ ჩამოვედით იმ საკითხზე, რომელიც რომ აქ ბატონოვანი შემბრძანა. მე მგონი თქვენი შვილების, თქვენი ერის წინაშე რომ მართლები იყოთ, ამ განცხადებაზე უნდა ხელი მოაწეროთ და თქვენი ნამუსის წინაშე იქნებით მართლები. იმ ხალხმა 9 წელიწადი რაც გააკეთა 2 თვეში და 3 თვეში ამას ვერ გამოასწორებ რა. ხო და ცოტა ხანი უნდა ვაცალოთ ჩვენ მთავრობასაც. მე დამატებით მინდა გაცნობოთ კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ ჩვენ ორგანიზაციასთან შეიქმნა სამეცნიერო საბჭო. ამ სამეცნიერო საბჭოში მოწვეულნი იქნენ საქართველოში არსებული მაღალი კლასის იურისტები და სპეციალისტები, როგორც მინდია უგრეხელიძე, ჯონი ხეცურიანი, ბიზნეს სავანელი, ბენედი ბენიძე და ასე შემდეგ, 10-15 კაცი. და ჩვენ გავიხილეთ ის უგვანობა, რაც ჩვენს კონსტიტუციაში არსებობს. ფაქტიურად წარმოიდგინეთ, ერთ მუხლში რაც წერია, მეორე მუხლი იმას ეწინააღმდეგება, მესამე კიდე იმას ეწინააღმდეგება და ასეთი ვაკხანალია რა. სასწაული ამბავი ტრიალებს ჩვენს კონსტიტუციაში. კონსტიტუცია კი არ არის, არ ვიცი რა ქვია მაგას. რაღაცა საზიზღრობაა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მე პირველად შემიძლია გითხრათ ორი სიტყვით 30 წელი ვიმუშავე რკინიგზის ტრანსპორტზე. სხვადასხვა თანამდებობებზე დამთავრებული მაქვს რკინიგზის სპეციალისტი ვარ რკინიგზის. ბოლო რამოდენიმე წელი მუშაობდი რკინიგზის დეპარტამენტში. სარევიზიო სამსახურში. 2005 წლის იანვარში ყოველგვარი გაფრთხილების, ყოველგვარი რაღაც განკარგულების გარეშე გამოგვიშვა სამსახურიდან. მხოლოდ მე მინდა დავაფიქსირო ეს, რომ მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო